შრომის ახალი კოდექსი, რომელიც ავტორების განცხადებით არსებულისგან განსხვავებით მორგებული არ არის არც დამსაქმებლის და არც დასაქმებლის ინტერესებზე. როგორია ახალი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი წესები, რომლითაც გაზაფხულიდან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. მთავარ კითხვას ალექსანდრე ბარამიძე უპასუხებს. მიკროავტობუსის მძღოლების უპასუხოდ დარჩენილი მოთხოვნები, როდემდე გაგრძელდება მძღოლების გაფიცვა და ვინ წარმოადგენს კონფლიქტში მესამე მხარეს. მამუკა ბალიაშვილი გადასახადში მთავარი კითხვა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე პასუხობს მთავარ კითხვას. აღამშვიდობის საბადნო სანდრო. მოდი დავიწყოთ თვითონ იმით, თუ რა იცვლება კონცეპტუალურად შრომის კოდექსში, ანუ იმ წესებში, რომლითაც უნდა დარეგულირდეს ქვეყანაში დამსაქმებელს და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა, რაც იყო მთავარი პრობლემა საქართველოსთვის, როგორც ევროპასთან გაერთიანების, სავაჭრო ურთიერთობის გზაზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ანუ ეს კოდექსი ქვეყნისთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. დიახ, მთავარი რაც შევცვალეთ, ეს არის ფილოსოფია და პათოსი. მოქმედი კოდექსი ისე არის აგებული, იმდენად სამხრივად არის და ასე ვთქვათ, გათვალისწინებული დამსაქმებლების ინტერესები, დასაქმებულთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, რომ მისი რეალურად შესრულების ფაქტორი, ერთადერთი ფაქტორი იყო მხოლოდ პოლიციური სახელმწიფო, რეპრესიული რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ მოქმედი კოდექსის, ასე ვთქვათ, შესრულებას და განხორციელებას. რატომ? დასაქმებული არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მოქმედი კოდექსით. არ არის იქ არაფერი, რითაც შეიძლება იყოს კმაყოფილი. როდესაც პირი არ არის კმაყოფილი, როდესაც მთელი ასე ვთქვათ, კატეგორია, მთელი სოციალური ჯგუფი ან ჯგუფები არ არიან კმაყოფილი რაღაც კანონით, მაშინ რითი უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესრულება? რასაკვირველია, სახელმწიფოს იძულებითი აპარატით. კანონს ან უნდა ეთანხმებოდე და ნებაყოფილობით ასრულებდა, იმიტომ რომ ეთანხმები. ან თუ არ ეთანხმები, ერთადერთი მისი შესრულების გარანტია არის პოლიცია და ჟანდარმერია. აი ეს ყველაფერი ჩვენ შევცვალეთ. იმიტომ რომ ჩვენ შევიტანეთ ისეთი ცვლილებები, ფუნდამენტური ცვლილებები ცალკეულ მუხლებში, რომელმაც მთლიანად შეცვალა ამ კოდექსის პათოსი, უბრალოდ შეიცვლება მისი პათოსი, თუ კი ეს ჩვენი ცვლილებები იქნება, ასე ვთქვათ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული. კერძოდ, ასე ვთქვათ, ხელშეკრულების პირობები. აუცილებლად კონკრეტულ მუხლებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა მაინტერესებს, ვინ მონაწილეობდა და თვითონ რა მოდელს ეყრდნობოდით, როდესაც შრომის კოდექსს ქმნიდით? მთავარი მოდელი არის საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები. საქართველოს ხელმოწერილი აქვს კონვენციები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები, არაერთი. საქართველოს ასევე ხელი აქვს მოწერილი ევროპის სოციალურ ქარტიაზე. ეს ის დოკუმენტებია, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში შრომის ელემენტარულ პირობებს უზრუნველყოფს, ცივილიზებულ პირობებს. შრომელი კაცის ელემენტარულ უფლებებს უზრუნველყოფს. აი ეს მოდელი ავიღეთ ჩვენ, საერთაშორისო სამართლებრივი. თუმცა რასაკვირველია, შევისწავლეთ ცალკეული ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილებაც. რატომ დაევალა შრომის კოდექსის შექმნა მაინც და მაინც იუსტიციის სამინისტროს, ბატონო სანდრო? ეს მოხდა მთავრობის პირველივე სხდომაზე. რატომ მაინც და მაინც იუსტიციის სამინისტროს და არა რომელიმე, ასე ვთქვათ, დარგობრივს, თუნდაც ჯანდაცვისას ან ეკონომიკისას და ასე შემდეგ. ალბათ იმიტომ, რომ ყოფილიყო უფრო რაღაცნაირად დაცული სამართლებრივი ხედვა. ესე იგი, შრომის კანონმდებლობის გააზრება იმ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, კონტექსტში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ჩვენ ხო ხა ტიპობრივად და თვისებრივად სხვა სახელმწიფოს ვაშენებთ. ჩვენ ქონდა პოლიციური სახელმწიფო. ამის თქმით მე არ დავეღლები სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ამის მაგალითები არის ბევრი. რატომ იყო ეს სახელმწიფო პოლიციური? ჩვენ ახლა გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო. კანონის სამართლის უпроსტად უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები არის პრიორიტეტი.
სახელმწიფო, სადაც ასე თქვათ არსებობს კონსენსუსი და თანხმობა სოციალურ ჯგუფებს შორის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც აი ამისთანა სახელმწიფოს პრინციპებზე იქნება დაფუძნებული, საფუძვლოდ უბრალოდ დაედება ასეთი პრინციპები და შრომის კანონმდებლობაც აი ამ ერთიან კონტექსტში იყო დასანახი. ამის გამოცდილება და ხედვის უნარი პრინციპში აქვს იუსტიციის სამინისტროს. იმიტომ რომ ეს არის მთავარი იურისტი ამ ქვეყანაში. ახლა დასრულებულია უკვე შრომის კოდექსზე მუშაობა, რადგან წესით ალბათ, როდესაც საუბრობთ შრომის კანონმდებლობაზე, კარგი იქნება თუ ბევრი აზრი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დღეს ქმნის ქვეყანაში, ან უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, იმათიც რა თქმა უნდა, ვინც დასაქმებულია. თქვენ თვითონ თქვით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან უნდა იყოს ახლოს ახალი კოდექსი. გასაკურებელი. ჯერ ერთი ჩვენი მუშაობის პრინციპი არის ეს, რომ ჩვენ როდესაც მუშაობთ რაღაც კანონ პროექტზე, ჩვენ მუშაობთ იმ მოსაზრებების, რეკომენდაციების, სურვილების, მისწრაფებების, თუ გნებათ მოთხოვნების, იმ ჯგუფების მოთხოვნების საფუძვლებზე, რომლებსაც პირველ რიგში უნდა შეეხოს, ასე თქვათ, ესა თუ ის საკანონმდებლო აქტი. მაგალითად, როდესაც სასამართლო რეფორმაზე საუბრობდით, ბუნებრივია ვეკითხებოდით თვითონ მართლმსაჯულების ინსტიტუტების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, სამართლის ექსპერტებს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, შრომის კოდექსის შემთხვევაში, ვინ არიან მთავარი დაინტერესებული ჯგუფები? ცხადია დასაქმებულები და ასევე დამსაქმებლები. ჩვენ მუშაობა დავიწყეთ სწორედ ასე, რომ გავესაუბროთ თითოეულ მათგანს. ანუ ყველაზე მთავარ, ასე ვთქვათ, stakeholder-ებს, როგორც ამბობენ. ჩვენ გავესაუბროთ, ჩავიწერეთ მათგან ასე ვთქვათ, მოთხოვნები იმის თაობაზე, როგორი სურთ, რომ იყოს შრომის კოდექსი, მოვკრიბეთ მათგან ინფორმაცია, ეს შევაჯერეთ საერთაშორისო პრაქტიკას, საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას და გარკვეული ბალანსის დაცვის გზით მივედით იქამდე, სადაც მივედით. ეხლა ეს არის მხოლოდ დასაწყისი. შემდგომი ცვლილებები კიდევ იქნება. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის ის ყველაზე ძირითადი და ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, მუხლები და პრინციპები, რომელსაც უნდა შეეცვალა ფილოსოფია, როგორც ვთქვი, ამ კოდექსის. დანარჩენი მერე კიდე იქნება იგივე თქვა სიტყვაზე ქალის ორსულობასთან, შვილის ბავშვის მოვლასთან და ასე შემდეგ დაკავშირებული შეუგულებები და სხვა დეტალები. მთავარი პრობლემა დღეს ქვეყანაში არის უმუშევრობა, ეს ჩანს ყველა გამოკითხვით. რამდენად ითვალისწინებს შრომის კოდექსი ამას, რადგან მაგალითად იმ შემთხვევაში თუ კი დამსაქმებელს ეზრდება ხარჯი, შესაძლოა ცუდად იმოქმედოს ამან ინვესტორების განწყობაზე საქართველოს მიმართ. გეთანხმებით, რომ ახალი მიდგომით რაღაც გარკვეულ წილად, რაღაცა ტვირთი დამსაქმებლების გაიზრდება. ბუნებრივია, როდესაც შენ ანიჭებ ვიღაცას უფლებას და ამ შემთხვევაში ვიღაცა არის დასაქმებული, მისთვის მინიჭებული უფლება რაღაცა ეკვივალენტურ ვალდებულებას ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მეორე მხარესა. მეორე მხარე ვინ არის? დამსაქმებელი. როდესაც საერთოდ არ ჭირდებოდა არაფერზე ზრუნვა, როდესაც თქვა დაგითხოვდა ისე, რომ არაფრის დასაბუთება არ ჭირდებოდა, არავითარი მტკიცების ტვირთი და ასე შემდეგ სხვა რამე არ ქონდა, როდესაც შეეძლო მიუხედავად იმისა, რომ 41 საათიანი ნორმირებული სამუშაო კვირა იყო და არის ქვეყანაში, ამის მიუხედავად დღეში 14-15 და მეტი საათი ემუშავებინე, ისე რომ არც აენაზღაურებინა ეს, ასე ვთქვათ, ზედმეტი შრომა. როდესაც სხვა ბევრი რამე შეელო არ გაეთვალისწინებინა, რა ენავლებოდა, ბუნებრივია, მაშინ გარკვეული, ასე ვთქვათ, მათ შორის ფინანსური ხარჯით შესაბამისი არ აწეოდა, მაგრამ ეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ უბრალოდ ასე ბოლომდე უგულებელყოთ და ასე გავაგრძელოთ დასაქმებულთა მიმართ. ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი და ჩვენ ვართ ვალდებული, რომ მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის შრომის სფეროში ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნებთან. თქვენ რომ ახსენეთ ევროკავშირის მოთხოვნები და იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნები, ეს მართლაც ასეა. მუდმივად ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატებიც მოითხოვდნენ ჩვენგან ყოველწლიურად, რომ მოგვეყვანა კონდიციაში, ესე იგი საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან და ცივილიზებული სამყაროს ვალდებულებებთან და ასე ვთქვათ პრინციპებთან შრომითი კანონმდებლობა. ეს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ასევე ვითვალისწინეთ დამსაქმებულთა ინტერესებსაც და ბევრი რამე ჩავდეთ ამ კოდექსში,
რომელიც დააბალანსებს დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესებს. იგივე მაგალითად 41 საათი რომ არის ასე ვთქვათ ნორმირებული სამუშაო კვირა და ამის იქით რომ ჩავწეროთ რომ ნებისმიერი ნამუშევარი საათი არის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ჩვენ ასე ვთქვათ კანონით ვითვალისწინებთ 48 საათიდან. რატომ? ისევ შემთხვევაში დამსაქმებელთა ინტერესების გამო, რომ მათ მეტისმეტად დიდი ფინანსური ტვირთი არ დავაკისროთ. ამისთვის ჩვენ მარცხნიდან გვაკრიტიკებენ, მაგრამ ჩვენ მარჯვნიდანაც გვაკრიტიკებენ. ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ერთი სამუშაო დღე გამოდის 7 საათი აუნაზღაურებელი ბატონო სანდრო. ხომ არ ფიქრობთ? მაგრამ მე ზარავდება ორივე მხარის ინტერესები. მე სხვანაირად უყურებ. 7 საათი ეს არის დღეში ზედმეტად ნამუშევარი საათი და 20 წუთი. მაგრამ არის ერთი მაგალითად მთელი შაბათი დღე შეიძლება გამოიყენოს დამსაქმებელმა და გადაანაწილოს კვირის დღეები, არამედ შეიძლება ასე იყოს, მაგრამ საერთოდ არ ანაზღაურდებოდა ეს ხომ მართალია? ანუ ყველაფერი დამოკიდებული იყო მოქმედი კოდექსის თანახმად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჭყალებში შეთანხმებაზე. შეთანხმებაზე კი არა, უბრალოდ იმ დიქტატზე, რომელიც შეეძლო დამსაქმებელს გაეწია დასაქმებულზე. ხა ქვეყანაში სადაც ძალიან შედარებით, ცოტა მოდი ასე ვთქვათ, ადგილებია, სამუშაო ადგილებია და ამდენი ადამიანი შრომის ბაზარზე ოფიციალურზე თუ არაოფიციალურზე ეძებს სამუშაოს, როდესაც მიდიხარ თქვათ პოტენციურ დამსაქმებელთან და როდესაც ის გეკითხება იმუშავებ კვირაში დღეში 14-15 საათს, რასეთ ყვირო არ იმუშავებ? ცხადია იძულებული ხარ რომ დათანხმდე რომ კი როგორ არ ვიმუშავებ, მეცაც ვიმუშავებ თუ საჭიროა, მაგრამ ადამიანი არ უნდა ჩააყენო ისეთ მდგომარეობაში რომ გითხრას რომ მეცაც ვიმუშავებ თუ საჭიროა. ეს საერთოდ არ ანაზღაურდებოდა და ახლა ჩვენ 7 საათის ასე დათმობაც არ გვინდა იმისთვის რომ დამსაქმებლებსაც გაუწიოთ ანგარიში. მაგრამ მეორე მხრივ ბატონო სანდრო კიდევ ერთი რაც შეეხება სამუშაო საათების რაოდენობას, აქამდე დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც შეეძლოთ შეთანხმებულიყვნენ განსხვავებულ რაოდენობაზე სამუშაო საათების, რაც თქვენ კანონში აღარ არის ჩადებული. ანუ პრაქტიკულად თქვენ ამით შეიძლება უსწრებთ მაგალითად დასაქმებულს უნდა რომ შეთანხმდეს დამსაქმებელთან და იმუშაოს არა ნორმირებული 7-8 საათი, არამედ 10 საათი და მიიღოს მეტი ანაზღაურება. რა იმუშაოს მეტი ანაზღაურება, მაგაში ან როდესაც საათობრივ ანაზღაურებაზეა საქმე. მიხდით ასე კითხები. კი ბატონო, თქვათ ვერა, მაგრამ გონი ამაშია საქმე, რომ შეუძლია თუ არა იმუშაოს მეტი და მიიღოს მეტი. ზუსტად ეს ჩავდე ჩვენ კანონ პროექტში. ესე იგი დღეში 8 საათიანი სამუშაო დღე არის. თუ პლუს კვირაში 5-ჯერ ხო არის 40 პლუს 1 საათი. დღეში 8 საათიანი სამუშაო დღე ნორმირებული საათები ეს არის 8 საათი. თუ იმუშავებ მეტს, ეს იქნება ზეგანაკვეთური, ის აღგინაზღაურდება ოღონდ 7 საათის შემდეგ, სწორედ ამას ვამბობ. კი ბატონო. ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა დამსაქმებელთა ინტერესებიც. ეს 7 საათი აქედან არის. გასაგებია, კარგით, მოდით მთავარი პრობლემა, ეს არის სამსახურიდან დათხოვნის პრობლემა საქართველოში, როდესაც მართლაც არანაირი მტკიცების ტვირთი არ იყო დამსაქმებელზე. როგორ არის თქვენი შრომის კოდექსის თანახმად? რა შემთხვევაში შეუძლია დამსაქმებელს დასაქმებული გაანთავისუფლოს და რა შეკითხვებზე მოუწევს მას პასუხისგაცემა? რამოდენიმე ძირითად, ასე ვთქვათ, პირობას ჩამოთვლი. როდესაც მაგალითად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სხვა ისეთი მდგომარეობა აიძულებს დამსაქმებელს რომ შეამციროს სამუშაო ძალა, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაითხოვოს. როდესაც მუშაკი სისტემატურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს ან შრომის შინაგანაწესის პირობებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაითხოვოს. როდესაც მუშაკმა თუნდაც ერთხელ, მაგრამ უხეშად დაარღვია ისევ და ისევ ხელშეკრულება ან შინაგანაწესი, ასეთ შემთხვევაშიც შეუძლია დაითხოვოს. არსებობს რამდენიმე კიდე სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, როდესაც საკმარისად ბევრია სინამდვილეში, ასე ვთქვათ, პირობა, როდესაც შეუძლია დაითხოვოს, ოღონდ მან ეს უნდა დაასაბუთოს, თუ მუშაკს ასე სურს. თუ არ დაასაბუთებს, მაშინ იგი ვალდებულია ზიდოს მტკიცების ტვირთი, თუ საქმე გადაინაცვლებს სასამართლოში.
თქვენი აზრით ეს რამდენადაც ვიცი ამ ეტაპზე არ გაქვთ ჩადებული კოდექსში. უნდა იყოს თუ არა ეს ტვირთი, მტკიცების ტვირთი დამქირავებელზე მუშაკის სამსახურში აყვანის დროსაც? არა და ეს არათუ ამ ეტაპზე არა გვაქვს გათვალისწინებული, ჩვენ ამის გათვალისწინებას არ ვაპირებთ არც შემდგომ რომელიმე ეტაპზე. იმიტომ რომ ჩვენ მეგვაჩნია რომ ეს ძალზე არარაციონალური და არაგონიურული მოთხოვნა იქნებოდა, რომ დაგევალებინა დამსაქმებლისთვის ასე თქვა დაგესაბუთებინა უარი თითეული კანდიდატისთვის, რომელსაც უთხარი უარი. ჩვენი სამინისტროს მაგალითი არის რამოდენიმე ვაკანსია, რომელიც გამოცხადებული იყო ჩვენ სამინისტროში, ამ თითოეულ ვაკანსიაზე შემოვიდა 2000-3000 ასე თქვათ განაცხადი. ახლა აიყვან ერთ ხო მართალია გამოდის რომ 2000-იც რო შემოვიდეს 1999 კაც უნდა დაუსაბუთო რატო არ აიყვანეს სამსახურში. ეს იმას ნიშნავს რომ სამინისტრომ სხვა არაფერი არ უნდა აკეთოს გარდა იმისა რომ პოტენციურ კანდიდატებს უსაბუთოს. ახლა ამისთან არაგონიურულ ნაბიჯზე ჩვენ არ წავედით, ცხადია და არც არასდროს არ წავედით. კოდექსის თანახმად ახლა რომელი კოდექსიც მოქმედებს კონტრაქტის გასვლის შემდეგ დასაქმებულის გაფიცვა ითვლება უკანონოდ. ხომ ასეა? არსებულ კოდექსს გულისხმობ. თქვენი ცვლილებების თანახმად ამ მუხლს აკრიტიკებენ თქვენი ოპონენტები. დამსაქმებელს შეიძლება გაეფიცოს ადამიანი, რომელიც უკვე დათხოვნილია სამსახურიდან. რამდენად ლოგიკურია ეს ნორმა თვალსაჩინო ბატონო სანდრო, ოღონდ მოდით ამ შეკითხვას პასუხი გავცეთ. სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა.